მოგესალმებით მეგობრებო. შეიძლება ამ დროს ლაპარაკის კრეხელობა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი, ახლობელი, ჩვენი თანამოქალაქე აი ამ უხთო ხალხისაგან დაიხოცა. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, მთელი ამ დღეების განმავლობაში საქართველოში გამოჩნდა ვინ არის, ვინ რას აკეთებდა, ვინ რის სიქმნელია და ჩვენ ქართველებს რისი და ვისი იმედი უნდა გქონდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ძალიან ბევრი მოლოდინი ვისაც ჰქონდა და ვისიც ჰქონდა ჩვენ არ გამართლა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ორგანიზაციამ, ბევრმა სახელმწიფომ, ვისგანაც ბევრ რამე შეიძლება არ მოველოდით, იმათმა პირიქით ჩვენი იმედები გაამართლეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქართული ხალხის ერთსულოვნებას ვერავინ ვერასდროს ვერ დაანგრევს და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ უყურებდით, როგორ შეუპოვრად იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენ გადავლახეთ მთავარი რამ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველებს შეგვიძლია ბრძოლა თუ ამის საჭიროება დადგება, იმიტომ რომ მე ამ ბიჭების გვერდით ვიყავი და ვხედავდი და არც ერთი პოზიციური ბრძოლა ჩვენ არ წაგვიგია. 20 თვითმფრინავი რუსეთისთვის არ ჩამოუვდიათ მეორე მსოფლიო ომის მერე. არც ერთი პოზიციური ბრძოლა ესე ცალკე აღებული არ წაგვიგია. უბრალოდ ჩვენს წინააღმდეგ იყო ბაყბაყდევი, რომელსაც თავს რომ მოჭრიდი ისევ ამოდიოდა. თავს რომ მოჭრიდი ისევ ამოდიოდა. ჩვენ თუ დამარცხება ამას ქვია და ამას არ ქვია დამარცხება. ჩვენ გამოვიფიტეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ერი და ცოტანი ვიყავით. და იქიდან მოდიოდა და მოდიოდა, არ თავდებოდა. აი ეს ტანკები მოდიოდა და არ თავდებოდა. აი ეს არის განსხვავება და არავინ არ იფიქროს, რომ რომელიმე ჯარისკაცმა იქ უკან დაიხია. დღეს რუსეთის მაღალჩინოსნები საუბრობენ ეთნიკურ წმენდაზე. ჩემი თვალით რო არ მენახა, ამას არ გეტყოდით. უბრალო აღარც მახსოვს იმ ჯარისკაცის გვარი, იმიტომ რომ ის დღეს ცოცხალი არ არის და ის უნდა მოვიძიო მე აუცილებლად. როცა ცეცხლში იწოდა სახელიდან ბავშვი გამოიყვანა და რო გამოიყვანა იმის მერე ზოგადად იმის გამო მოკვდა და ის ბავშვი იყო 20 ბავშვი. და დღეს ის უთიშოები ლაპარაკობენ ეთნიკურ წმენდაზე. დღეს ეს ხალხი ლაპარაკობს თითქოს ჩვენ ვინმეს ვერ ჩოდით. გადახედეთ საქართველოს ისტორიას, როდისმე ქართველს ვინმე დაუჩა გრავს და მთელი რუსეთის ისტორია არის სხვა პატარა ერების ჩაგვრა. მაგრამ დღეს მათ ეს არ გამოვუვათ, იმიტომ რომ საქართველო არის. და ყველა უნდა იცოდეს, გორი თანდადება, აქვე მოვიდნენ, თითოეულ კუთხეში, თითოეულ ჩიხში, თითოეული ეკლესიის, თითოეული სახლის უკან გადახდება ჯოჯოხები და ეს ჯოჯოხები იქნება უკიდურესი, იმიტომ რომ ბავშვი იქნება, დიდი იქნება, აი ამ ზის გადათესეს, აი ამ ზის უკან მოიწიან. ეს არის სამარაჩამო ზიზი, ეს არის სამარაჩამო ციხლის ბრა, რაც მათ გააკეთეს და ამას შენარავის არ შევარჩენ. დღეს იქნება, ხვალ იქნება, ძეგ იქნება, ამას შენ არ შევარჩენ. არავის ეს დაიმახსოვროს კარგად. დაიმახსოვროს ისად დიპლომატიური ღიმილით უნდა მოაწყვოთ მსოფლიო. იმიტომ რომ იქ სადაც შეიძლება ტყვია ვერ მოიგოს, მოიგებს სიტყვა და ამ სიტყვით ჩვენ გავიმართლეთ, იმიტომ რომ თემა მსოფლიომ გაიგო, რომ არის ქვეყანა საქართველო, რომელიც აი ამ უწყობს 10 თავი მოაჭრა და თუ კიდე 20 ამოვლა, იმასაც მოაჭრის. და ეს კარგად გაიგება ყველა მაგათმა. გაუმართლოთ საქართველოს. გაუმართლოთ ჩვენ სენტიანობას და გაუმართლოთ ჩვენ პრეზიდენტს.